აგებულია ხელოვნურად რო იქმნის ამას. ხანდახან შემცოდებია და მიმიცია ვინც ის როგორ არ ვიცი, ვერ გეტყვი. ყველაფერი არ ვიცი. ბავშვები ხშირად მეკითხებიან, მუსულმანი რომელმაც არის ეს აფორმად სხვა რელიგიის აღსარებლობის შესაძლებლობა დაიბადა მაჰმადიანად, რატომ უნდა მოხვდეს ჯოჯოხეთში? საქმე რა შეიძლება? პავლემოცხული ამბობენ ამაზე. წარმართი, რომელსაც ღმერთის შესახებ არაფერი დაუგონია. თავის სინდისის მიხედვით განიჭირა. და მივანებოთ თავი ამის ჩხრეკას რა. ეს აუხსენეთ ბავშვებს, შვილო, ვისაც არ გაუგონია არაფერი ქრისტეს შესახებ, თავის სინდისით გადარჩება. მაგრამ ახლა ნახეთ როგორია. ეს თქვა მე გავიზარდე ისლამის სამყაროში და ესე იგი გამზარდეს ტერორისტად. და მე გმირად წინალებად აყავს კაცო და გმირები არიან 14 წლისა. აი ჩემ ბიძაშვილი გაიკეთა ეს ბომბი შევარდა აფეთქა იქ ახოს ახლა. ეხლა მე მეც ესე ვიზდები ახლა. რა რა თქმა სინდისის მიხედვით ცხოვრობს ახლა 14 წლის ტერორისტი? მეეჭვება რა. ამან მეეჭვება. ამიტომ აქაც ესეთ საკითხია, იცი რა, რას ნიშნავს ეს და როგორ არის, მაგრამ რამდენად აი იდეა, აი მაგალითად იყვნენ ათეისტები, ხო, ლენინის გულიზე და იმის გულიზე რევოლუციის სწამდა და კვდებოდა, ხო? იდეის გამო თავგანწირვა ადამიანური ბუნებისათვის დამახასიათებელია და ადამიანი რომელიც სხვა რელიგიაშია შეიძლება იმ იდეის, რომელსაც ის რელიგია ხანდახან თავით გაწიროს, მაგრამ რამდენად რელიგიური, უბრალოდ რამდენად გულწრფელად ეძებს ადამიანი ამა თუ იმ რელიგიაში ღმერთს ეძებს? თუ რაღაც აგრები ვარ წავედით და შეიძლება ათეისტი იყოს სამშობლო გულზე მოკვდეს, სამშობლო მის იდეა, ორი სამშობლო შეიძლება დამპყრობელი იყოს, სხვაერებს აწიოკებდეს, მაგრამ ამ იდეისათვის კვდება. ამიტომ სხვა რელიგიაში არის, ეს თუნდაც არ ნიშნავს, რომ ის რელიგიაში იქ იმიტოა, რომ ღმერთს ეძებს. იდეის მატარებელია და შეიძლება თავის გაწიროს. მაგრამ ზოგადად ესეა პავლემოცხული ასეც ამბობს. თუ არ ადამიანს არ გაუგონია ჭეშმარიტების შესახებ, მაგრამ იგი ჭეშმარიტების მაძიებები უნდა იყოს. და როგორ მოძებნა ვერ ნახა ვერაფერი და რაც უფალმა დააწერა სინდისზე, ხო? იმის მიხედვით ცხოვრობ, ფაქიზია სხვას არ ატკეს. სინდისზე რა გიწერია? რაც შევთვის არ გინდა სხვას მოგაუკეთებ, ეს არ გიწერია ყველა სინდისზე. ხო და ეგრე ცხოვრობ. ის ამის მიხედვით განიჭებაო, ისე როგორც ქრისტიანი სახარების მიხედვით განიჭებაო. ანუ აქედან დასკვნა რა? მაგალითად წამს, რომ ანუ როგორი ადამიანი ესეთი ადამიანი? ესეთი ადამიანია, მას რომ ქრისტეს დროს ეცხოვრა და ქრისტიანობა გაეგონა, უერთგულესი მოწაფე გახდებოდა ქრისტეს. თუ ამას უფალი არავის დაუკარგავს.